ზურფასო მეგობრებო, ეხლა გვინდა შემოგთავაზოთ ერთი გრაფიკა, რომელიც ასახავს საქართველოსა და რუსეთს შორის ავიამიმოსვლის ზოგად სტატისტიკას, ეს არის საშუალო მაჩვენებლები ბუნებრივია და ასევე საშუალოთი დავთვალეთ და ხო, რა თქმა უნდა და ასევე აქ არის საქართველოს ბიუჯეტისთვის კონკრეტული შემოსავალი, რასაც ჩვენი ქვეყანა იღებს სწორედ ამ პროცესისგან. მერაბი გააკეთებს ამ კი ბატონო, რა შეეხება ბიუჯეტს, ჩვენ ამას ბოლოში ვიტყვით, თუმცა აი ჩვენ შევეცადეთ გაგვეკეთებინა თქვენთვის და ზოგადად ჩვენ ქვეყნის მოსახლეობისთვის საირო ყოფილიყო სურათი, გრაფიკა ცხრილი, მოკლედ, ცხრილი, სადაც თქვენ ხედავთ და მე მინდა თქვენთან გავივლი, აი თქვენ ხედავთ, რომ მაგალითად მოდი ჯერ დავიწყოთ იქიდან, საერთოდ საქართველოში რამდენი ავიაკომპანია დაფრინავს, რუსეთს საქართველოს შორის ძირითადად არსებობს სამი ავიაკომპანია. ორი აქედან არის რუსული, ერთი არის ქართული, აიძენა. მე უბრალოდ მინდა რომ ჩვენ მოსახლეობას უთხრათ და გრაფიკაში სამცხეში თავაზობთ რას, რომ მაგალითად აიძენას გააჩნია ორი ბოინგი ამ შემთხვევაში, რომელიც რუსეთს საქართველოზე მიმართულებით დაფრინავს. ეს არის ჩვენ მიერ მოპოვებული ინფორმაცია, მაგრამ შეიძლება მეტიც იყოს, მაგრამ ორი ბოინგი, აიძენას ყავს ორი ბოინგი. აქედან რომ იცოდეთ, თითო ბოინგი, მაგალითად ერთი ბოინგი არის მგზავრების ოდენობით ბორტი შეადგენს 160 ადამიანს, მეორე ბოინგი შეადგენს 180 კაცს. ანუ 180 კაციანი ბორტი ყავს. რაც შეეხება შემდეგ მეორე კომპანიას, უკვე რუსული კომპანიებია, ეს არის აზიმუტის ბოინგი არის აზიმუტი, რომელიც დაფრინავს ხშირად, რომელთაც სარგებლობენ საერთოდ და ჩვენს მაგალითად პირველი რეისით, ამ სწორედ ამ აზიმუტის ამ ბორტით ჩამოვფრინდით. ნახე, ერთ-ერთი ყველაზე მეტი რეისია და არა მარტო თბილისიდან. კი ბატონო, ამას ჩვენ მაყურებელმაც ნახა იმ ცხრილში. მაგალითად აზიმუტის ბოინგი არის 100 კაციანი. და ჩვენ აქ ხვდება, რა თქმა უნდა, მესამე ავიაკომპანია, ამ შემთხვევაში უკვე მეორე რუსული ავიაკომპანია, ეს არის Red Wings-ი. Red Wings გააჩნია მაინც ძირითადად 80% მისი ბოინგი, რომელიც ყველაზე მეტად ხშირად დაფრინავს რუსეთს საქართველოს შორის და ჩვენ ნახეთ, რომ ეს საკმაოდ ბევრი მიმართულებაა. მოკლედ, ძირითადად მისი ბოინგი არის 100 კაციანი. მაგრამ ასევე ყავს, მაგრამ ეს იშვიათად თუ გამოიყენება, არ ვიცი, ხა რაღაც შემთხვევაში შეიძლება რაღაც პერიოდი იყოს, როცა ხშირი ფრენებია და მაგალითად როცა სეზონია, ეხლა სხვა შორის სეზონია, ხო, ყავს ერთი ბოინგი, რომელიც არის 250 კაცამდე. მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს? ჩვენ გვინდა შემოგთავაზოთ და შემოგთავაზეთ სამი ავიაკომპანია, მოკლედ პირველი გვინდა და გვეთქვა თუ რომელი კომპანიებია და რა ბორტია, ანუ რამდენი მგზავრი შეიძლება გადაიყვანოს ამათ. მოდი ხა გადავიდეთ ფრენების განრიგზე. ფრენების განრიგი დღეში. ანუ სამივე ავიაკომპანია ახორციელებს საშუალოდ 15-დან 20 რეისს. ანუ ფრენების განრიგი დღეში გამოდის საშუალოდ 15-დან 20 რეისამდე. შესაბამისად, შემდეგ მეორე გრაფაში გვინდა შემოგთავაზოთ მგზავრების ოდენობა, ანუ გადაფრენა დღეში. საშუალოდ 1500-დან 2000 ადამიანამდე. ანუ საიდან ვიღებთ? ამ შემთხვევაში თუ ჩვენ ვსაუბრობთ 15-დან 20 რეისამდე სრულდება დღეში და ვიღებთ მინიმალურ მონაცემს, რომ თითო რეისი 100 კაცი მგზავრობს. მეტი არა, მაშინ მიუხედავად იმისა, რომ ნახეთ, რომ უფრო დიდი შემადგენლობის ბოინგების დაფრინავენ, ავიღოთ მინიმალური 100 კაციანი, ასეთ შემთხვევაში 15-20 რეისის შემთხვევაში გამოვარო დღეში საშუალოდ გადაყავს ამ რეისებს 1500. ანუ შესაბამისად, მგზავრები დღეში საშუალოდ 1500-2000 ადამიანი, რომელიც გადაყავს იმ კომპანიებს, რომლებიც ჩამოთვალეთ იმ ბორტებით, იმ ოდენობით, რასაც თენგომ თქვა, ჩვენ საშუალოდან გამოვდივართ. შემდეგი, რაფა ჩვენ გვინდა ვთქვათ და მოდი ავიღოთ ახლა ფრენები საშუალო თვეში. თუ მივყვებით ამ ლოგიკას და ამ გრაფიკას და ბუნებრივია რაც შენ თქვი, შესაბამისად საშუალოდ ფრენები უკვე თვეში გამოდის 450-დან 600-მდე. კი ბატონო, ანუ ეს მაჩვენებლები გამრავლებული 30-ზე. კი ბატონო, ეს მაჩვენებლები რაც არის გამრავლებული 30-ზე. ხოლო მგზავრები უკვე თვეში შესაბამისად და ლოგიკურად გამოდის აი ამ კომპანიების მიერ, იმ განრიგით, რასაც ახლა ცხრილში ხედავთ, გამოდის რომ თვეში სწორედ რუსეთს საქართველოს მიმართულებით დაფრინავს საშუალოდ 45000-დან 60000 მგზავრამდე. ესეც არის აი კიდე ერთხელ ხაზს გავუსვამ რომ მინიმალური მონაცემით რომ თითო რეისზე მხოლოდ 100 კაცი მგზავრობს. რა არის მინიმალური მონაცემი? ეხლა რაც შეეხება ვიდრე ჩვენ მივალთ უკვე საქართველოს ბიუჯეტში ანუ ეკონომიკის პლუსზე და ზოგადად საქართველოს სარგებლობაზე, რა თქმა უნდა ჩვენ ვახსენოთ ეხლა ფასები. ბილეთების საშუალო ფასი არის
300-დან $400-მდე. მე მინდა ერთი რამ თქვა და კიდევ ერთხელ თქვა რომ მოსახლეობას ჩვენ გამოდივართ საშუალოდან. აქ მე მინდა და შენ კარგად იცი ჩვენასაც ვაკეთებ და ნებისმიერი ადამიანი რომ დაждდება და დაიწყებს მოძებნას თქვენ აქ მაღალი ციფრით შეხვდება ფასების და არის მაგალითად $1000 და მხოლოდ ერთი გზა. ჩვენ ნახეთ პეტერბურგში $1000 ხის ერთი ბილეთი. მეორე თქვენ ხა მაგალითად ქუთაისიდან შედარებით იაფია. თუმცა ჩვენ აი გრაფიკაზეც ხედავთ რომ გამოვიტანეთ მხოლოდ საშუალოდან. მოკლედ ხედავთ გრაფიკას, ხედავთ ბორტების შემადგენლობას, ხედავთ ავიაკომპანიებს, ხედავთ რამდენ რეისს ასრულებენ დღეში, რამდენი მგზავრი გადაყავთ დღეში შემდეგ თვეში და შესაბამისად ვიცით ბილეთის ფასიც. ეხლა მოდი უბრალოდ აი ჩვენ ეხლა დავთვალოთ მაყურებელთან ერთად იქნება თუ რა ვიცი ერთად დავთვალოთ შესაბამისად შემოსავალი. აი ვისაუბროთ შემოსავალზე. თუ ჩვენ ვამბობთ რომ $300 საშუალოდ ბილეთი 300-დან $400-მდეა, მოდი დავიწყოთ დავთვალოთ დღეში შემოსავალი ჯერ. ხო ბატონო, შეგვიძლია ეს. აი 1500 იყო მინიმალური მაჩვენებელი რაც ვნახეთ. მოდი აი 1500 გავამრავლოთ $300-ზე პირობითად ამ შემთხვევაში ისე მინიმალურ მაჩვენებელზე ეს არის $450,000 დღიური შემოსავალზეა საუბარი დღიურზე ეს არის მინიმალური შემთხვევაში მაგრამ აი მაქსიმალური ზღვარიცხო ქონდა აღებული რომ 2000 კაცი არის მაგალითად მგზავრების რაოდენობა და ბილეთი ავიღოთ $400 კი ბატონო მაქსიმალური ავიღოთ ამ შემთხვევაში $800,000 ანუ შემოსავალი დღიური შემოსავალი მხოლოდ ბილეთების ფასიდან ეს არის კი ბატონო 450-დან $800,000 ეს არის დღეში შემოსავალი ეხლა მოდი ეს გავაკეთოთ ჩვენ შემოსავალი თვეში ანუ და ერთი ეს ციფრის დავთვალოთ რომ მაყურებელს არ მოვაწყინოთ თავი მაგრამ მოვაწყინოთ თავი კი არა ჩვენ გვაინტერესებს საერთო სარგებელი რა აქვს შემდეგ საქართველოს პრინციპით გავაკეთოთ კი ბატონო გავაკეთოთ ეხლა ჯერ მინიმალური 450,000 გავამრავლოთ 30-ზე ანუ 30 დღეზე კი ბატონო ეს გამოდის $13,500,000 კი ბატონო დოლარი სწორია ხოლო მაქსიმუმი ავიღოთ ანუ ეს გახლავთ უკვე მეორე რიცხვი რა ქონდა 800,000 კი ბატონო 800,000 გავამრავლოთ 30-ზე ეს იქნება 24 მილიონი კი ბატონო დოლარი აქ საუბარია დოლარებში ხო ჩვენ არ დაგვავიწყდეს მაყურებელს უნდა ვთქვათ რომ აქ საუბარია დოლარებში თუმცა იცის კიდევ ანუ ყოველთვიური შემოსავალი არის 13 კი ბატონო 13 მილიონი თუ ვისაუბრებთ მინიმალურზე 13,500,000-ია ხო კი ბატონო 24 მილიონამდე მე 24 მილიონამდე არის თუ ვისაუბრებთ მაქსიმუმზე მოდი აი ყველაზე პირველადი მოგების გადასახადი აი მოდი აი ამ სამ კომპანიას რომელიც დაფრინავს და ახორციელებს იმფრენებს რაც ჩვენ შევთავაზეთ ყველაზე მინიმალური პირველადი საქართველოს ბიუჯეტში შენატანი რაც აქვს ეს არის მოგების გადასახადი ხო არ ვცდები და ეს ყველამ კარგად იცის რომ მოგების გადასახადი არის 18%. მოდი ეხლა მაქსიმუმიდან ავიღოთ თუ გინდა. პირდაპირ მაქსიმუმიდან დავთვალოთ თუ გინდა. თუ გინდა მინიმალურიც პროსტა უბრალოდ რო არ დავღალოთ ჩვენი მაყურებელი. კი ბატონო დავთვალოთ მაქსიმუმიდან 24 მილიონი შემთხვევაში რამდენი არის აქედან ბიუჯეტის შენატანი. თვეში 24 მილიონი როცა აქ ამ სამ კომპანიას ერთად მოგება 24 მილიონი შემოსავალი ეს სამი კომპანია 18% რამდენია რაც საქართველოს ბიუჯეტში შედის როგორც მოგების გადასახადი ეხლავე გეტყვით 24 მილიონი გავამრავლოთ 0.18-ზე ეს არის 4,320,000 დოლარი ჩვენ დოლარზე ვსაუბრობთ ეხლა მე უბრალოდ ისე მინდა ვთქვა აი შენ ახსენე ეკონომიკა ჩვენ ხო ეს ყველაფერი დავთვალეთ საშუალოდან ეს არის რეალურად ეს მინიმალურია მაგრამ ხალხო აი ფრენების წილი რუსეთ საქართველოს შორის დაწყებული ბილეთების პირდაპირ ფრენების აღდგენა შემდეგ ამას მიყოლებული თქვა ვიზო რეჟიმის რომელიც ახლო დაკავშირებულია ფრენებთან და ადამიანების გზავრთანაკადთან მხოლოდ ბილეთებიდან შემოსული თანხაზე ლაპარაკი ჩვენ არ ლაპარაკობთ რომ ტვირთები გადააგდა სხვა აიქო რომ მხოლოდ ბილეთების შემოსავალი მე მინდა ჩვენ მოსახლეობას უთხრა სამივე ავიაკომპანია რომელიც თქვენთან ერთად გავიარეთ როგორ რანაირად რა ფასებით როგორი ბორტებით რამდენი კაცის გადაყვანა შეუძლია მხოლოდ მოგების გადასახადს პირველი გადასახადი რაც არის 18% გამოდის ციფრი 4,320,000 დოლარი საქართველოს ბიუჯეტში და თქვენ წარმოიდგინეთ ამას რო დაემატება ყველა კომპანია
რომელიც თვითონები, რომელიც ჩამოფრინდნენ, რომელიც პირველი, რომელიც ჩამოფრინდებიან, საწვავს უკან წასასვლელს. იღებენ საქართველოს აეროპორტში, საქართველოში მოქმედი ოპერირებული ნავთობი კომპანიებისგან. არ ვასახელებ შეგნებულად, რომ რეკლამად არ ჩათვალონ. თქვენ წარმოიდგინეთ, იქაც არის მოგების გადასახადი, რომელსაც უკვე იმ მოგების გადასახადს ეს კომპანიები იხდიან ბიუჯეტში. ეს 18% წარმოიდგინეთ რა იქნება და ყველაფერს რო თავი დავანებოთ. თქვენ იცით რომ თითოეული ბილეთი რომ გზავრები, აი ჩვენ რაზეც ვლაპარაკობ, თითოეული ბილეთიდან $25 აეროპორტს მიაქვს მოსაკრებელი და საქართველოს აეროპორტს რომ მოსაკრებელი მიაქვს, ისიც ხო მოგების გადასახადს გადაიხდის. რა თქმა უნდა. ანუ გარდა იმ 18%-ისა. ბილეთიდან პლუს $25. კი ბატონო, კიდე $25 და კიდე ერთი ყველაზე მთავარი გადასახადი, რაც აქვთ ავიაკომპანიებს, ნებისმიერს პატარა იქნები შენ ცისქნა თუ დიდი. ნებისმიერ აეროპორტებში და მათ შორის საქართველოს აეროპორტშიც არის ეგრეთ წოდებული ground care, ესა ground service, მიწის მომსახურება, ანუ ქვია მიწის მომსახურება, აი ძალიან უხეშად შედის. მიწაში რა შედის? თვითონავი როცა დაждდება ტრაპის მისვლიდან, კორიდორის მიყენებიდან, არ ვიცი, იქ უსაფრთხოებიდან, დენი, დამუხტვა, დატენვა, დალაგება, საჭმლის მიწოდება, ასე შემდეგ. ეს არის ground და ესეც არ არის პატარა თანხა, მე უბრალოდ არ მინდა ზუსტად შევიდე დეტალებში, ესეც რომ იცოდეს ჩვენმა ქვეყნის მოსახლეობამ, საკმაოდ დიდი შემოსავალია, რომელიც ასევე შევა საქართველოს ბიუჯეტში. და რა გვინდოდა უბრალოდ საინტერესო არის, აი, სადაც ამდენი დავთვალეთ, აი ეს 4.320.000-ია საუბარი ყოველ თვე. მარტო ბილეთების შემოსავალი მოგების გადასახადად რო გადაიხადოს კომპანიებმა. წლიური რამდენი გამოვა ეს რო 12-ზე გავამრავლოთ. კი ბატონო, გავამრავლოთ. $51,840,000 და ჩვენ კიდე ერთხელ ვამბობთ, ეს არის წმინდა ბილეთის გაყიდვიდან მიღებული მოგების გადასახადი. არის წლიური ეს და რუსეთ-საქართველოს შორის. რუსეთ-საქართველოს შორის. ამას ემატება, წარმოიდგინეთ, თითო ბილეთზე $20, რაც თქვა მე რა. ამას ემატება. გადაამოწმოთ უკვე მესევიც. საწვავის მიღებული შემოსავალი და ამას ემატება მიწის მომსახურების, ანუ რაც ხდება. რომლებიც რა თქმა უნდა მოგების გადასახადს საქართველოს ბიუჯეტში იხდიან. და კიდევ ერთხელ, რატო უბრუნდებით იმ საკითხს და რატო დავიწყეთ საერთოდ ეს? აი რატო გვინდოდა ჩვენ და რატო თქვით? სწორედ ის კვლევა, რომელიც გიორგი აბაშიშვილმა წარადგინა და საკმაოდ კარგია და მართლა გასახარებელია სტატისტიკა, რაც ეხებოდა, რომ საქართველოს მიიღო ძალიან დიდი შემოსავალი ამ ფრენებისგან და ასე შემდეგ. უბრალოდ თქვენ წარმოიდგინეთ ახლა და მე მინდა რა თქმა უნდა გიორგისაც შეუთვალოთ აქენა ჩვენი სტუდიიდან, რომ კარგი კუთხით, რომ ხო წარმოგიდგენე ისე ზაზეც თქვა გიორგი ვერ ილაპარაკა ან იმ ტელევიზიაში ვერ ითქვა. სიმართლე არის ეს ხალხო. რუსეთს საქართველოს შორის ფრენებმა უდიდესი წილია სწორედ ეკონომიკაში და იმ სქემებში და იმ ნებისმიერ ცხრილში, რაც არის საქართველოსთვის მისალოცი, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის მისალოცი, ეს არის საქართველოს ეკონომიკის შემოსავალი. და როგორ შეიძლება ეს არ გიხაროდეს და როგორ შეიძლება რომ ეს არ გამოიყენო კიდევ უფრო კარგად. ამიტომ გვინდოდა ჩვენ გაგვეკეთებინა ეს სიუჟეტი, ამიტომ გავაკეთეთ ეს გრაფიკა, ამიტომ გვინდოდა რომ მოსახლეობა შევთავაზოთ და ნახონ და იცოდნენ რომ არა იმისათვის, რაზეა ლაპარაკი, არც ყველაზე პატარა როლი შევიტანეთ ჩვენ. მე პირადად სოლიდარობის გუნდმა, სოლიდარობის სტუდიამ ის რომ ფრენები აღდგა, ის რომ ვიზები მოიხსნა და ის რომ პუტინმა ხელი მოაწერა სწორედ იმ რეზოლუციას, იმ წვალებას, რასაც ჩვენ 6 თვე მანამდე ვიწვალეთ და დავიწყეთ ეს, რაც ეს დაგვიდასტურა და აი სწორედაც ამის შედეგია, რომ დღეს აი ამას ვითვლით ჩვენ და ისე რა, გულზე ხელი დავიდო და თქვა ხალხო, ჩვენ ამას რა ვიგონებთ? არ არის ესე? არ არის უდიდესი შემოსავალი საქართველოსთვის? არ არის ეს საჯარო წყაროებიდან მიღებული ინფორმაცია, თუ ვინმე ზეჭვი შეეპარება ამ რიცხვების ანსანდოობაში ან რაიმე განსხვავებული მოსაზრება ექნება, ჩვენ არ აგვაქვს იმაზე პრეტენზია, რომ ეს არის რაღაცა ეკონომიკის ექსპერტების მიერ დათვლილი ციფრები, რა თქმა უნდა, მაგრამ ეს არის საჯარო წყაროებიდან მიღებული ინფორმაცია, ნებისმიერ შეუძლია გადაამოწმოს, თქვენ თუ სხვა მათემატიკას მიიღებთ ამ შემთხვევაში კი ბატონო დიდი სიამოვნებით და ბოლოს ჩვენ ტექნიკურად გავიარეთ ცივად ახლა და აი გრაფიკა თუ შეიძლება კიდევ ერთხელ გამოვაჩინოთ გრაფიკაზეც ხედავს მაყურებელი რომ აი ეს არის დღევანდელი მონაცემები დღეს ჩვენი ძალიან ცივად და დავიწყეთ საშუალოდან საუბარი გარდა იმისა რომ ეს ტექნიკურად და ესე ცივად და მარტო ციფრებზე რო არ ვილაპარაკოთ ხალხო ამას ხო აქვს უდიდესი პოლიტიკა უკან ამას ხო უმაგრებს ზურგი ის რომ ეს უნდა იყოს საწინდარი ამ ორ ქვეყანას შორის გარდა ეკონომიკისა
ხალხთა შორის ურთიერთობები და ყველა იმ პრობლემის მოგვარება, იმიტომ რომ განაპირობებს ეკონომიკა, ყოველთვის განაპირობებდა ეკონომიკა, რომელიც საუკუნეც არ გინა ავიღოთ გეოპოლიტიკას. იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია და ეკონომიკური ინტერესები ერთ-ერთი ეს ხო ჩვენ ხო არაფერი გვისაუბრია. ჩვენ არაფერი გვისაუბრია და არც გამოგვიტანია ახლა რამ ტვირთი გადააქვს. ტვირთიდან შემოსავალი რა არის? ხალხთა შორის ურთიერთობისთვის რა არის? რამდენმა ერთმანეთის ოჯახის წევრებმა ერთმანეთი ნახეს. კი ბატონო, ძვირია ფასები, მაგრამ ამ ძვირი ფასებიდან გამომდინარე, თქვენ ხო ნახეთ ხალხო რომ ბილეთები ფაქტიურად არ არის. ფაქტიურად არ არის, ხო ნახეთ იმ ვიდეოში 9, 7, 4 და 1 ბილეთია დარჩენილი. ამიტომ გვიდოდა გვეთქვა და გვენახებინა თქვენთვის. ჩვენ რაც მოვამზადეთ, შეიძლება რაღაცა შეცდომა დაუშვით სადმე, მაგრამ არ ამგონია ეს არის ეს მონაცემები, საშუალოთიც კი ხვდებით ჩვენ თვეში რა შემოსავალი შემოიტანა ამ ფრენებმა რუსეთ-საქართველოს შორის და წელიწადში რა შემოსავალი შემოიტანა. ამიტომ გვინდოდა ეს გვენახებინა ჩვენ. და გადავიდეთ შემდეგ საკითხზე, თქვათ რაც. კარგით, შემდეგი საკითხი